Kalbatonebo da batonebo, amxanagebo. Gebrundebit sევდიანი ამბით. დღეს გაპიზდეს ერთი იუმორისტი ონისე ოქრიაშვილი. რატომ გაპიზდეს მიშა? მან დედა შეაგინა ნოდარ დუმბაძეს და ამის გამო. მე თუ მკითხავთ, აქამდეც გასაპიზდი იყო, მაგრამ ჩვენ გაცემა რა თქმა უნდა არ ემხრობა ძალადობას და ჩვენ ვარ ძალადობის წინააღმდეგ. უბრალოდ ძალიან მსხვილი კალიბრის იდიოტია რეალურად ეს ბიჭი და მე მინდა გაჩვენოთ მისი წინა გამონათქვამები. ნუ არ ვიცი. ადამიანი ჩვეულებრივად შეურაცხყოფას აყენებს, ხალხს დედას აგინებს ყველას და ზმაო იუმორის გამომცემთ. კაი, ვნახოთ. სახში და შემთხვევით ტელევიზორი ჩავშთე და ის ვიდეო გაიჩნდა ბარამიძე რო ეკლესიას ამგრევდა. და მე კიდე ეს მინდა გამოვიდე. რა ქვია ამ პროფესიას, მეც მინდა რომ ეკლესიების ნგრევა შემეძლოს ტრაქტორით და მაგაში ფულს მიხდიდნენ. ანუ ვერ ხვდება მართლა ადამიანი რომ თვითონ რომ ცოცხალია ეხლა, რა ვიცი, მშობლები რო ყავს, საქართველოში რომ ცხოვრობს, ქართული ენა რომ იცის, ზუსტად მაგ ეკლესიების და ჩვენი წინაპრების მიერ მაგ ეკლესიების და სარწმუნოების სიყვარულის გამოა და ასობით ათასი ადამიანი დაიხოცა ამ ყველაფრის დასაცავად. აი, რა თემაზე არ მიხუმრია, რამდენჯერ გამიბრაზებია და გამიღიზიანებია ხალხი, მაგრამ ხვდები რომ არსებობს რაღაც წმინდა, რაზეც არ უნდა იხუმრო. რადგან მაგის მადლობელი ხარ რომ არსებობ. აი, შემდეგი ვიდეო. ჩემთან ერთად გაიმეორეთ. არა რუსულ კანოს. არა ჰომოფობიურ კანოს. არა ჰომოფობიურ კანოს. დედის ხდა კოცებ. აი, კოცები რამდენმა პროცენტმა აირჩია, მე მგონი 56-მა ხო თუ რაღაცამ. ანუ 56% საკუთარი სამშობლოს დედას აგინებს. წერლებს დედას აგინებს. ეკლესიების დანგრევაზე გადაობს და მე გამოვა და გაკვირვებული პიკაჩუს სახით დგას, რომ რატო დამარტყეს? რა უნდა ჩემგან? პროვოკაცია. რა პროვოკაცია, შულო, მართლა როგორ დაგასესხლიანეს და არ დაგტოვეს იქ მადლობელი არ ხარ? ვიღაც მოხუცი კაცი, ძია კაცი გიერთყამდა პროსტა. ან თუ გინდა ეგეთი იუმორისტობა რომ დედა აგინო, თუ ეგ იუმორია ხო და დედის გინება მოგწონს ხალხის, დაბლოკვა მაინც ისწავლე. რა საცოდავი კადრები იყო, ნახეთ, ნუ ეხა აქ ვერ გაჩვენებ, YouTube-ს ძალადობა არ უყვარს, მაგრამ აი ამის ცემის კადრები საცოდაობით უტოლდებოდა ალბათ აი სიმბას რომ მამა მოუკლეს მაგ მომენტს. აი ეგეთივე საცოდავი სანახავია ახალგაზრდა ბიჭი როგორ დგას უმწეო მდგომარეობაში. და ეს ბავშვის პოზაში, თოთო ბავშვის პოზაში. მიშველეთ. რაღაცა დაიბლოკე, ჩადეკი სტოიკაში, ამ ხარი აწიე, ან რაღაც ხელი აწიე, რამე ქენი. დედას რო აგინებ მოსახლეობის 56%-ს, ვიღაცა დაგარტყამს, შვილო, აბა რა იქნება? ჩვენ ერთად ვცხოვრობ, თურქმარი ვარ და ხმა გავიგებ ყვირილის და ღმერთო მიშველი. კაი გავხრძე. გამომდინარე დღეები არის ესეთი ამბავი, ეს ყვირილი რო გავიგე, დავურეკე ეგრევე ონისას, რომ მეთქი აქ რაღაცა ჩოჩქოლია და სხვა, ანუ ცოტა ხანი სახლისკენ არ წამოხვიდა მეთქი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ სახლისკენ მოდიოდა და ალიო საყვარელო, აქ რაღაცა ჩოჩქოლია, ვიღაც ტიპს ურტყამენ. ვიღაცა ტიპს კი არა, მე მირტყამენ, მიშველი. მოდიოდა აქციიდან და ეს რო დავურეკე, უცბად მივხვდი რომ თვითონ იყო ამ ყვირილის ეპიცენტრში და თვითონ უტყამდნენ. და ჩავედი ქვემოთ. აქციიდან მოდიოდა სახლისკენ და დახვდა ვიღაც ძია კაცი და ნოდარ დუმბაძეზე რა თქვიო შეთესლო და დაუშვა. და დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი, აქვს სისხლში ჰქონდა შელი. ანუ ხალხო ეხა დრამატული კომენტარები არ მინდა ნამდვილად, როგორ იცინი მიშა ადამიანის თემას, არაფერი არ ჭერს რეალურად, რაღაც ხელი აქვს გაკაწრული თუ რაღაც, ასე რომ ნუ გაადრამატულებთ რომ აი ნაცემია და რამე, არა. გააჩერა ქუჩაში ამ სამმა ბიჭმა და შენ ხო ის ხარ ნოდარ დუმბაძეს რო აგინაო და დაუწყეს ცემა. რა შეკავშირებთ მარიამ ამ თავშეს? ნუ ვიდეოში ერთი ადამიანი ურტყამდა, არ ვიცი ეხლა. ხონაც ესე უთხრეს. შენ ხო ის ხარ ნოდარ დუმბაძეს აგინა, რაც მე ამას ვუკავშირებ ქართული ოცნების ტერორიზმს. ეს არის ტერორიზმი, რასაც ტერორიზმი. ორი დღის წინ არის, ყო ალკოელის საშუალზე რო იძახდით, რომ ტერორისტი არ არისო,
ტიპი ცოცხლად რო ხალხს დაწვას უპირებდა და არაო ეგ რა ტერორისტიაო კაცო იმით ჯარიმით გამოუშვითო 200 ლარიანითო კომპიუტერები აყიდინეთო და всё და ეხლა ეს არის ტერორიზმი ქუჩაში რო ვიღაცა გაბრაზებულმა ადამიანმა ხელი დაარტყა მეორე პირს კი ხალხო კი უნდა გამოხვიდეთ მაგ თქვენი ბაბლიდან რომელშიც ცხოვრობთ ანუ დღე და ღამე ერთ კლასტერთან რომ ატარებთ დროს და გონიათ რომ ყველა თქვენაირად ფიქრობს დროიძახით რომ ქოცების დედა ხო ქოცების დედა და ყველა რო გეთანხმებათ კი მე ტელევიზიებს ერთი და იგივეს უყურებთ რომლებიც თქვენ აზრს იზიარებენ და იქიდანაც გესმით ეგ ყველაფერი ინტერნეტშიც იგივე ჯგუფებში ხართ გაწევრიანებული და იგივე მხარდამჭერები ყავთ რანაირი მეგობრებიც ყავთ და მეორე მხარის დანახვა არასდროს გინდათ და მე გიკვირთ რომ როგორ რადგან გჯერათ მართლა რომ თუ მთელი თქვენი სამეგობრო მთელი ეს ტელევიზიები ტევ პირველი ფორმულა და მთავარი ერთ რაღაცას გაწვდენ ესე იგი ხალხის 100% ეგრე ფიქრობს არ ფიქრობს ხალხის 100% ბიჭო არჩევნებით ხომ მტკიცდება რომ ხალხის უმეტესობას მოსწონს ქართული ოცნება არჩევნებით ხომ მტკიცდება და იმის გამო რომ ეს ხალხი არ ხმაურობს და ყოველდღე თქვენაირად არ წიკვინებენ და არ წუწუნებენ და აქციებს არ ატარებენ თქვენ რეალურად იჯერებთ ამას რომ всё ხალხის 100% თქვენ აზრზეა არ არის ხალხის 100% თქვენ აზრზე თქვენ არ ქმევთ ამ თქვენ ჯგუფებს რაღაცა ხო ანუ ეგეთი იდიოტები არიან რა Facebook-ზე ხო აქვთ ჯგუფი შექმნილი უმრავლესობა დაარქვეს და მართლა ჯერათ რომ უმრავლესობა არიან და მე როგორ არა ნუ ეს გოგო ცოდოა რა თქმა უნდა კაცო ეხა ქმარს რო გიცემენ და შენ ქმარს უყურებ როგორ დგას ძუკნასავით და ესე ჩახრილი თავი და არ დამარტყათ და მე მაგ კაცთან ერთად უნდა იცხოვრო ნუ მართლა რთული სანახავია და ეს გოგო მეწოდება მაგრამ გამოდი გოგონა მაგ შენი ბაბლიდან ნუ усმენ მხოლოდ შენ მეუღლეს და ნუ გჯერა რომ ყველაფერი რასაც იძახის ეგრეა და 100% სიმართლეა ნუ усმენ მხოლოდ შენ მეგობრებს მოусმენ სხვა ადამიანებსაც და მიხვდები რომ უმცირესობაში ყოფილვართ ონისე საყვარელო და მოდი ნუ აგინებ რა კოცებს იმიტომ რომ ძალიან ბევრი ყოფილან სიმართლე რო გავარკვიე დუმბაზეზე რა თქვი შემბოზო ახო სანამ ამ ვიდეოებს ვეძებდი კიდე ერთი ვიდეო შემხვდა ჩვენი გმირის გმირად არ შერაცხეს ჯერ სხვათა შორის ჯერ არ არის ონისე გმირი ნუ მალე იქნება დარწმუნებული ვარ ბატონო დავით თქვენთვის იმის თქვა მინდა რომ ხელი გაწიეთ მაგარი რამე უთხრა მიდის ქართული ოცნების მე მგონი დეპუტატია ხო თქვენთვის რაღაცის თქმა მინდა ხელი გამიშვით ხელი ბიჭო ესეთი ძუკნები თუ ხართ რა გინდათ ვინ გაძალებთ რამე ესეთ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობთ ხო აი ჩვენით ვიქმნით პროფესიებს მეც ხო თვით გამოცხადებული იუმორისტი ვარ არა მე ხო არ დამიმთავრებია რაღაცა იუმორის კურსები ესეც რა თქმა უნდა ეგეთია აი ესეთ ქვეყანაში ვცხოვრობ სადაც ჩვენით შეგვიძლია ყველაფერი ვაკეთოთ აი დღეს მომინდა იუმორისტობა დღეს იუმორისტი გავხდები ბუმ თუ მეყოლება მაყურებელი ესე იგი წარმატებული ვარ თუ არ მეყოლება სხვა პროფესიას მოვიფიქრებ არავინ არაფერს გიშლით რაც გინდათ აკეთეთ რაც გინდათ იხუმრეთ მაგრამ ეს დედის გინება მაშინ ისწავლე დარტყმების დაბლოკვა რა გიყო ეხა გავრცელდა ინფორმაცია რომ დააკავეს უკვე ის ადამიანი ვინც ონისეს ხელი გაარტყა და ხანდახან აი მართლა უგიჟდები ხოლმე ქოცების საქციელზე იმიტომ რომ მთელი ვიდეოს მანძილზე იმას ხსნი რომ არჩევნებში ხო ხედავთ ხალხო რომ გიჭერს არა ადამიანების უმეტესი ნაწილი მხარს და მაგათ რომ დედისტრაქს აგინებს ადამიანი წერლებს კულტურას ეკლესიების გარევაზე რო გადაობს ეგეთი ადამიანი და ვიღაცა რო გამწარდა და ხელი გაარტყა ეგრევე ციხებსო აი რას იცავთ ამას თავგამოდებით და მე უნდა აუხსნა თქვენ ამომრჩეველს რომ რატომ დავიჭირეთ ეს კაცი რომელმაც შური იძია იმის გამო რომ დედისტრაქს აგინებს მთელი ქოცების ამომრჩეველს ეს ხო გაჩვენეთ აჰა და ანუ ერთი ხელის დარტყმის გამო всё ის ციხეში მიდის ანუ თავისუფლად შეიძლება ესე იგი დედა აგინოს საქართველოს უმეტეს ნაწილს დედა აგინოს მწერლებს ეკლესიებს და მე თუ ვინმე თავს დაესხმევა და ხელს გაარტყამს всё ციხე არა ბიჭო გამოუშვით ის კაცი მართლა და მართლა
თუ არ გინდათ მართლა რომ გადახვიდეთ უმცირესობაში და თქვენიანებს მაინც გაუსწორეთ და აჩვენეთ ხალხს რომ კი ჩვენ ვდგავართ სადარაჯოზე მაგიტო ხო გვიჭერთ მხარს რომ ქართველობას ვინ არჩუნებთ რომ ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობებს ვინ არჩუნებთ რომ ჩვენ წერლებს წმინდა ადგილებს პატივს ვცემთ ხო მაგას უხსნით ყველას არა ხო მაგიტო გიჭერთ ხალხი მხარს ხო და ეს ადამიანი შეურაცხყოფას აყენებს და მივიდა ვიღაც ხელი გაარტყა რა მოხდა სასწაულია გამოიწერეთ არხი გოცნით მიყვარხართ ჩემი გამომწერები დავიშალეთ